ოქტომბერი არის ტრადიციულად თელავის მუსიკალური ფესტივალის თვე და წელს 11-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით თელავის თეატრი უმასპინძლებს ქალბატონ ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებულ თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს. წელს ძალიან ბევრი სიახლეა ამ ფესტივალის დაგეგმვაში. თელაველი აუდიტორიის საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ წელს იმ ხრივაც არის სიახლე, რომ ტრადიციულად თელავის თეატრის ფოიეში იმართებოდა ხოლმე ფოტო ექსპოზიცია, რომელიც ასახავდა წინა წლების საფესტივალო ცხოვრებას და წელს ჩვენ შევედით ინიციატივით და საფესტივალო საორგანიზაციო ჯგუფი ძალიან დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა და მიიღო ჩვენი შემოთავაზება. წელს გამომდინარე იქიდან, რომ თელაველი მხატვრები უკვე წლებია მოკლებულნი არიან გალერეაში თავიანთი ნამუშევრების გამოფენას, თელავის თეატრის ფოიე 11-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით დაეთმობა თელაველი მხატვრების საშემოდგომო გამოფენას. დაახლოებით 15 შემოქმედი იქნება წარმოდგენილი 3 და 4 ნამუშევრით და აი ყველა ის სტუმარი, რომელიც ამ საფესტივალო დღეებში ეწევა თელავს და ათვალიერებს მათ შემოქმედებას და ძალიან ფართო აუდიტორია გაეცნობა თელაველი მხატვრების ბოლო წლების ნამუშევრებს. გარდა ამისა 30 წლის საიუბილეო წელია ამ ფესტივალისთვის და წელს ქალბატონ ელისოსთან ერთად, ნატალია გუტმანთან, ედუარდ ბრუნერთან, არიელ ცუკერმანთან და მათ კოლეგებთან ერთად პირველად ამ ფესტივალის ისტორიაში ქალბატონი ლიანა ისაკაძეც ეწევა თელავს და ის ერთი საღამო დაუკრავს ორკესტრთან ერთად.